და ჩემი მეუბნებოდა ხოლმე, რომ ძალიან სუსტრაფი ხარო შენო და გინდაო, რომ მალე მიიღო რაღაცებზე რო პასუხიო რა და რო იცოდეო ზოგადადო. აუცილებლად ადრე თუ გვიანო, აუცილებლად ყველა ის ადამიანი, რომელმაც გული გატკინაო, აუცილებლად მიიღებს პასუხს. თვითონ ზოგადად ესეთი ქალი იყო რა, აი ვინც კი ოდესმე გული ატკინა, ყველამ ძალიან სულად დაამთავრა. ოღონდ რა თქმა უნდა დაიჭიმი შარების გარეშე. ჩემ შემთხვევაში წესია, ვინც კი გული მატკინა, ყველამ რაღაცნაირად მიიღო პასუხი. და ზოგადად ესეა რა, როდესაც ცუდ რაღაცას ვაკეთებთ, ის უკან გვიბრუნდება აუცილებლად. მართალია გვიან, ზოგ შეიძლება მალე, მაგრამ აუცილებლად ბრუნდება. ასე რომ დასხედით მდინარის ნაპირას და დაელოდეთ, როდის ჩამოატარებს ეს მდინარე თქვენი მტრის გვამს. მაგრამ იცოდეთ, რომ ბოროტება არასოს არ იკარგება. არც იკეთებ, მაგრამ ბოროტება უფრო. ახლა ერთ საიზე შევედი და იქ ვიღაცა ქალები არიან შევარდნილები და რაღაცებს წერენ შემზე რა, კი ვიცი, ქალები ვინც არიან როგორი არაადეკვატურებიც არიან და ახლა ნორმალური ადამიანი ხო, აი თქვენ ხო აი არ გაგიჩნდებათ სურვილი რომ რაღაც საიზე შევარდეთ და ვიღაცები ლანძღოთ, ხო, ნორმალურ ადამიანს არის სურვილი, ხო არ გაუჩნდება, აი ხო ეს უკვე ხო ცხადყოფს იმას, რომ არ ხარ ნორმალური. და ისეთი ხალხი მიწევს კომენტარს, პასუხი მინდა რომ გავცემ, მაგრამ ვერ ვცემ პასუხს, იმიტომ რომ აი იმდენად დაბალი დონეა და ისეთ რაღაცებს წერენ, რომ აი იქ რო დავეშვა, ხო, მე შემწხვება. ხო და ვეღარ გავიგე რა ვქნა რა, თან პასუხის არ გაცემას როგორია თავის შეკავებაც. მაგრამ პასუხის გაცემას როგორია? მაგრამ არ გაცემას როგორია? რა გინდა რომ გააკეთო?